ონისე ცხადაძის და ანდროი ჭიჭინაძის გარდა ოცნების პრემიერს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში ადანაშაულებენ სისხლის სამართლის მუხლით ბრალდებული სხვა დემონსტრანტები და მათი ადვოკატებიც. გეგმავენ ირაკლი კობახიძის აღიარება ევროსასამართლოში არგუმენტად გამოიყენონ. საუბარია განცხადებაზე, რომ ათობით მოქალაქე პრევენციული მიზნებისთვის აიყვანეს და განსასჯელი სკამზე დასვეს. ადვოკატების გარდა დაკავებულების ოჯახის წევრებისთვისაც ეს სინდისის პატიმრების პოლიტიკური ინტერესით გასამართლების დასტურია. ნინი ბალანჩივა ესაუბრა მათ, რომელიც პირდაპირ ეთერში მოგუყვება, რას პასუხობენ ირაკლი კობახიძის ოჯახების წევრები. დავიწყებ რა განმარტებებს აკეთებენ იურისტები, ისინი ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის ეს განცხადება არის პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ პოლიტიკური ნიშნით ხედან სწორედ სინდისის პატიმრები ციხეში და მათ წინააღმდეგ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მათ შეთითქმულ ბრალს. იურისტები საუბრობენ იმაზე, რომ სისხლის სამართლის ელემენტარული პრინციპია, როდესაც ადამიანის ბრალდება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, ხოლო ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძემ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია და გარდა ამისა ეს მისი განცხადება არის პირდაპირ მტკიცებულება კიდევ ერთხელ იმისა, რომ ის ჩვენებები, რასაც ჩვენ ვისმენთ სასამართლოებში, პროკურატურის ბრალდებები, ეს ყველაფერი არის გამოგონილი, არის შეკერილი საქმეები და აქ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა ქართულ ოცნებას, რომ დაესაჯა ის პირები, რომლებიც გამოსული იყვნენ ევროპული მომავლის დასაცავად და სწორედ იდგნენ დღეების განმავლობაში პროევროპულ აქციებზე. გარდა ამისა, იურისტები განმარტავენ, რომ ეს არის ახალი გარემოება, რაც წესით საინტერესო უნდა იყოს სასამართლოსთვის, თუმცა არ აქვთ მოლოდინი, რომ ივანიშვილის სასამართლო ამ საქმით დაინტერესდება, თუმცა ამბობენ იმას, რომ ეს იქნება ძალიან მტკიცე არგუმენტი, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომ საქმეები სინდისის პატიმრების წინააღმდეგ არის პოლიტიკური. სამართლის ელემენტარული პრინციპია, რომ ადამიანის ბრალდება და მსჯავრდება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანმა უკვე ჩაიდინა დანაშაული. პრევენციის მიზნით იმისათვის, რომ მან მომავალში არ ჩაიდინოს და მით უმეტეს სხვა მომავალში არ ჩაიდინოს დანაშაული, რასაც ნიშნავს პრევენცია, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სამართლის ელემენტარულ პრინციპს. სტრასბურგის სასამართლოში ეს იქნება ნამდვილად პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი ზომები ამ ადამიანების მიმართ ხორციელდებოდა არა იმიტომ, რომ მათ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს, რომლისთვისაც კონკრეტულად უნდა აგონ პასუხი, არამედ იმისთვის, რომ რაღაცა სხვა მიზნებისთვის, რაღაცა ვითომ პრევენციული მიზნებისთვის. ეს არის პირდაპირ აღიარება იმისა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და არა კონკრეტული დანაშაულის ჩადენისთვის მართლმსაჯულების განხორციელებას ემსახურება. ჩვენ ვესაუბრეთ ასევე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, ისინი ამბობენ, რომ ეს იყო პირდაპირი დაკვეთა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, მათ დაუკვეთეს პროკურატურას, რომ შეეკერათ საქმეები, დაეკავებინათ ადამიანები უბრალოდ შერჩევითობის პრინციპით, რომელთა წინააღმდეგაც არ არსებობდა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება და სწორედ ამას აჩვენებს ის სასამართლო პროცესები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში თითქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ იმას, რომ უნდა დაისაჯონ სწორედ ის მოძალადე პოლიციელები, რომლებიც ძალადობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძე ამ ქვეყნის არალეგიტიმური და თვითმარქვია პრემიერი მრავალგზის არის შემჩნეული უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში. განსაკუთრებით მზიამაღლობელი საქმესთან დაკავშირებით პირდაპირ დამნაშავე უწოდა სასამართლოს ვერდიქტის გარეშე. ახლაც ზუსტად იგივეს აკეთებს. ამ ადამიანისთვის სამწუხაროა, რომ იურისტია პროფესიით, ამავდროულად დოქტორი. უდანაშაულობის პრეზუმპცია არ იცისო გეგონება და საერთოდ სამართალი არ იცისო. როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრმა თუნდაც არალეგიტიმურმა თქვა, რომ 1000 დამნაშავედან რაღაც შერჩევით 30 ამოარჩია პრევენციის მიზნით და ბრალი დაუდგინდებოდა თუ არ დაუდგინდებოდა, მაინც დაიჭირა და შემდგომში რაღაც იქნებოდა რა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად დავალება მისცა პროკურატურას, რომ ამათ აი ამ 30-ისთვის საქმეები შეეკერათ. ირაკლი კობახიძის განცხადება არის სრული ფარსი, იმიტომ რომ თუ აქ არის სამართლიანობაზე საუბარი და თუ აქ ვინმემ რამე დააშავა, ეს არის ზუსტად ხელისუფლება. იტუშკები პირველში, რომლებიც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და არაერთმა ადამიანმა ნახა ეს კადრები, მთელმა საქართველომ ნახეთ რეალურად.
და ის პოლიციელები, რომლებიც ძალადობდნენ საზოგადოებას და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ასევე როგორ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ქალებს, არ ვიცი, საშინელი კადრები არ და ყველას ახსოვს, ხო? შესაბამისად, როდესაც პრევენციულ დაკავებაზე არის საუბარი, აქ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაკავებულნი. სინდიცის პატიმრების ადვოკატები, ოჯახის წევრები, იურისტები ყველა განმარტავს და თანხდება იმაზე, რომ კობახიძის ეს განცხადება არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ სინდიცის პატიმრები სწორედ უსაფუძვლოდ იხდიან ახლა სარშელს და შესაბამისად ისინი აპირებენ ეს ახალი გარემოება წარადგინონ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვინაიდან არ აქვთ მოლოდინი, რომ საქართველოში სასამართლო გაითვალისწინებს ამ გარემოებას და მაგალითად დაიკითხება ივანიშვილის პრემიერი კობახიძე.